შეიძლება თუ არა ვენდოთ კლასებს ხარისხის განსაზღვრის დროს? ამინატი დეფორმირდება, Z სიარულის დროს და საკეთა სისტემა ფუჭდება. ის საფენს თუ აქვს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა. ნებისმიერ პროდუქტზე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს, სადაც აღნიშნული იქნება გამოყოს თუ არა მავნე ნივთიერებებს, რა ტესტირებები არის ჩატარებული. მაინტერესებს რომელია საუკეთესო მექანიზმი, რომელს ურჩევდით მომხმარებელს. ლამინატის გამოყენება შეგვიძლია იატაკქვეშა გათხოვაზე, უღონ უნდა დავიცვათ შესაბამისი წესები. მას სჭირდება შესაბამისი ქვეშსაფენი და აუცილებელია რომ ტემპერატურა გათხოვების არ აღემატებოდეს 27 გრადუსს. ეს არის პოდკასტი რემონტის ამბები და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ჯაოგენის წარმომადგენელი მათე. მათე როგორ ხარ პირველ რიგში ეგ მითხარი? კარგად ნინი, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. წარმატებებს გისურვებთ როგორც გადაცემაში, ასევე კომპანიის საქმიანობაში. მადლობა უღრმესი, მეც იგივეს გეტყოდი. მათე დღეს ვისაუბრებთ ლამინატებზე, იატაკის საფარებზე და ყველა იმ თემაზე, ესე ვთქვათ, რაც არის საინტერესო მაყურებლისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს, რა სახის იატაკის საფარები გაქვთ? ჯაოგენში ჩვენ შევხვდება როგორც ლამინირებული იატაკი, ასევე სამშრიანი პარკეტი, ვინილის იატაკი და რბილი იატაკი. და რა განსხვავებაა მათ შორის, როგორ განვასხვაოთ? ნუ როგორ გითხრათ, განსხვავება ცალსახაა, იმიტომ რომ ლამინირებული იატაკი ძალიან განსხვავდება რბილი იატაკისგან. რბილი იატაკს უფრო ხალიჩისებრი გამოსახულება აქვს, ხოლო სამშრიანი პარკეტი უკვე ბუნებრივი ნატურალური ხე არის. ასევე არის SPC მასალა, რასაც ვინის ვეძახით. და შეგიძლია უფრო კონკრეტულად გითხრა, რომელი საჭ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ? კი, რა თქმა უნდა. თითოეული მასალა შეგვიძლია როგორც სახლში გამოვიყენოთ, ასევე რაღაც კომერციულ ობიექტში, თუმცა გააჩნია მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, რა სურს მას. ძირითადად სახლში აგებენ ლამინირებულ იატაკს და სამშრიან პარკეტს, ხოლო კომერციულ ობიექტებში ვინილის იატაკს და ასევე სასტუმროებში რბილ იატაკს. და აი ხარისხს აქვს ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამეთანხმები და როგორ უნდა შევერჩიოთ კარგი ხარისხის ლამინატი? მესმის. პირველ რიგში უნდა დავინტერესდეთ რა ბრენდი არის, ვინ არის წარმოებელი. ჯაოგენში ძირითადად ხდება ევროპული წარმოების პროდუქცია. აქედან გამომდინარე ხარისხზე კითხვები ნაკლებად ისმის. უბრალოდ თუ მომხმარებელი დაინტერესდება ამა თუ იმ წარმოებლით, შეუძლია გადაამოწმოს, რომ ჯაოგენში წარმოდგენილი ბრენდები ძირითადად ტოპ 10-ში შედიან ევროპის მასშტაბით. ალბათ პარკეტზეც იგივე იქნება, ხო? იმიტომ რომ პარკეტის ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ვფიქრობ, რომ ალბათ ამაზეც იგივე პასუხს გამცემ, იმიტომ რომ უბრალოდ პარკეტში ისიც ემატება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზედაპირი თვითონ პარკეტის, იმიტომ რომ განსხვავდება სისქეების მიხედვით. რაც უფრო სქელი არის პარკეტის ზედაპირი, რომელიც შედგება ძირითადად მუხისაგან, მით უფრო გამძლე და კარგი და ხარისხიანი. ასევე მნიშვნელოვანია რა დაფარვა აქვს თვითონ პარკეტს. ეს იქნება ზეთი თუ ლაკი. და სისქეზე რაც გვეტყვიან? აი სისქეს რამე მნიშვნელობა თუ აქვს? სისქეს აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. ძირითადად სისქეზე ამახვილებს მომხმარებელ ყურადღებას, როცა დონეებს შორის განსხვავება აქვს სახლში, ანუ მაგალითად აბაზანაში აქვს კერამოგრანიტი დაგებული და სურს რომ ერთ დონეზე კონდეს სახლში იატაკი. აქედან გამომდინარე ის სისქეს ირჩევს მაქედან. ასევე სისქეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული ის რამდენად თბილი არის იატაკი, ესე რომ ვთქვათ, რაც უფრო სქელია იატაკი, მით უფრო ნაკლები შეხება აქვს ადამიანს მის ქვეშ არსებულ ბეტონის საფართან. აქედან გამომდინარე უფრო თბილი იქნება მისი სახლიც. კი ბატონო, აი ლამინატის კლასებთან დაკავშირებით რა შეგვიძლია რომ გითხრა? ლამინატის კლასები ძირითადად წარმოიქმნება, როდესაც ტესტირებას უკეთებენ მას საწარმოში. ის შეიძლება იყოს როგორც 31, ასევე 32, 33 და 34 კლასები. კლასი განსაზღვრავს მის ცვეთადობის ხარისხს, ანუ რამდენად ცვეთადი არის ლამინატი. სახლში საძინებლებში პირობითად შეგვიძლია რომ 32 კლასის გამოვიყენოთ, იმიტომ რომ იქ გამოლობა ნაკლებია. თუმცა მომხმარებელს რა თქმა უნდა საუკეთესო სურთ, ამიტომ ძირითადად 33 კლასს ირჩევენ, რომელიც ასევე კომერციულ ობიექტებშიც გამოიყენება, როგორც ვთქვათ, სილამაზის სალონები, სხვადასხვა მაღაზიები და ასე შემდეგ. იცი რა მაინტერესებს? შეიძლება თუ არა ვენდოთ კლასებს ხარისხის განსაზღვრის დროს? მხოლოდ კლასი ვერ განსაზღვრავს ხარისხს, იმიტომ რომ კლასის გარდა ლამინატი ასევე შედგება მისი საკეთა სისტემისგან, ასევე შედგება როგორი გამოსახულება აქვს მას, ანტისტატიკური აქვს ზედაპირი, ანტიბაქტერიული აქვს, ნესტგამძლე აქვს თუ არა, ამიტომ მხოლოდ კლასით სამწუხაროდ ვერ განსაზღვროთ ლამინატი რამდენად ხარისხიანი. კი ბატონო. აი ეხლა მინდა რომ შევეხო რაღაც ეკოლოგიურად სუფთა მასალებს და ზოგადად ძალიან მოთხოვნადია რომ ყველა სურს რომ შეიძინოს ეკოლოგიურად სუფთა მასალები, ხო? და მაინტერესებს როგორ უნდა შევარჩიოთ ეს მასალები, რომ მივიღოთ სუფთა მასალა. პირველ რიგში დავიკვეხნებით, რომ ჯაოგენში ძირითადად ეკოლოგიურად სუფთა მასალები გვხვდება
და ამის დამტკიცება შეგვიძლია ნებისმიერ პროდუქტზე, ვინაიდან მას გააჩნია შესაბამისი სერტიფიცირება და შესაბამისი სერტიფიკატი. ნებისმიერ მომხმარებელს თუ თქვა ვერ იპოვის წარმოებლის საიტზე, შეუძლია გამოითხოვოს ჯაოკენში და ნებისმიერ პროდუქტზე მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი, სადაც აღნიშნული იქნება გამოყოფს თუ არა მავნე ნივთიერებებს, რა ტესტირებები არის ჩატარებული მასზე და ასე შემდეგ. და ამის შემდეგ უკვე თვითონ მომხმარებელს შეუძლია გადაწყვიტოს მისთვის სასურველი არის ეს ეკოლოგიურობა თუ არა. კი ბატონო და მე უნდა აღნიშნო აუცილებლად რომ ვესტუმრე ჯაოკენს და ძალიან დიდი და ფართო არჩევანი გაქვს ნამდვილად და შოურუმით ძალიან ესე თქვა თვალის მომჭრელია და არჩევანია ძალიან დიდი. მე ვარჩევდი პირადად და მეც ახლა რემონტის ამბებში ვარ და ჩემი პოდკასტის სახელი მეც რემონტის ამბებში ვარ და ახლა რომ ვარჩევდი ჯაოკენში მართლაც დამხვდა რაღაც ფართო ასორტიმენტი და ეს ნამდვილად ძალიან კარგია. ძალიან მიხარია რომ ესეთი შტაბ-შტილებით გამოვიდით მაღაზიაში. კი ბატონო. მაინტერესებს ლამინატის საფენს თუ აქვს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძალიან დიდი არ აქვს. თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გააჩნია მომხმარებელს რა შედეგის მიღება სურს. თუ მას უბრალოდ სჭირდება რომ სტაბილიზაციის მიზნით გაუკეთოს ლამინატს ქვეშსაგები, სხვა ამბავია, ხოლო თუ მას თქვა უნდა რომ ხმოიზოლაციას განაპირობოს, მან თბოიზოლაციას განაპირობოს, უკვე სხვადასხვა კლასებით იყოფა თვითონ ქვეშსაგებებიც. და ალბათ აი რაღაც სისქესაც უნდა მივაქციოთ ხო ყურადღება და როგორ უნდა შეირჩეს სწორად ლამინატის სისქე? იმიტომ რომ ძალიან ისეთი საკითხი არის. ქვეშსაგების სისქეს გულისხმობთ ხო? კი ბატონო. ხო, ქვეშსაგების სისქეს რაც შეეხება, არ არის რეკომენდებული რომ სქელი იყოს ძალიან, იმიტომ მე თვითონ ლამინატი დეფორმირდება Z სიარულის დროს და საკეთა სისტემა ფუჭდება. ამიტომ დაახლოებით 2-3 მმ თუ ამის საშუალება სახლში არის და დონეებს შორის სხვაობა სახლში დიდი არ არის, კარგი იქნება და ძირითადად რეკომენდირებული არის 2-3 მმ სისქის. აჰა, კი ბატონო. მე ესეთი დებულება მსმენია, მათე რომ იატაკის გათბობის დროს, ესე ვთქვათ, არ შეიძლება ლამინატის გამოყენება. რამდენად არის სწორი ეს დებულება? დებულება არასწორია. ლამინატის გამოყენება მითია თუ რეალობა. ლამინატის გამოყენება ჩვენ შეგვიძლია იატაკქვეშა გათბობაზე, უღონდ უნდა დავიცვათ შესაბამისი წესები. მას სჭირდება შესაბამისი ქვეშსაფენი და აუცილებელია რომ ტემპერატურა გათბობის არ აღემატებოდეს 27 გრადუსს. აჰა, და მოვლაზე რას გვეტყვი? როგორ უნდა მოვუაროთ ლამინატს და როგორ უნდა მოვუაროთ პარკეტს? ლამინატის მოვლა უფრო მარტივია, ვინაიდან მისი ზედაპირი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შედარებით სველი, ესე რომ ვთქვათ, ტილოთი მოვწმინდოთ, ხოლო პარკეტის შემთხვევაში უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მოხდება მასზე წყლის ოდენობა, რამდენად დიდია ტენიანობა სახლში, რამდენად გამომშრალია თვითონ სახლში ტემპერატურა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მოვლის თვალსაზრისით ლამინატი ალბათ უფრო კომფორტულია. აი მე მსმენია მაგალითად რომ პარკეტის მოვლისათვის საჭიროა ზეთის გამოყენება, რაღაც კონკრეტული ზეთის გამოყენება და პერიოდულად ამ ესე ვთქვათ ამ პროცესში ჩართულობა რა და დაახლოებით 6 წელიწადში ერთხელ კეთდება მგონი ეს თუ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თქვენ რამდენად გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რამდენად ურჩევთ ზეთის გამოყენებას პარკეტის მოვლისას? გააჩნია თვითონ პარკეტს როგორ შეიძენს მომხმარებელი, იმიტომ რომ ზოგიერთი პარკეტი არის ლაქით დაფარული, შესაბამისად მას ზეთით ვერ მოვლით. თუმცა თუ ზეთით არის თვითონ სამშიანი პარკეტი დაფარული, საშუალოდ, თუმცა თითოეულ წარმოებას თავისი გონივრული ვადა აქვს, შეუძლია რომ განახლების მიზნით გადაუსვას, რა თქმა უნდა, ისევ ზეთი ან ისევ გადაუსვას ლაქი, გააჩნია რითი არის თვითონ სამშიანი დაფარული თავიდან. კი ბატონო. აი ლამინატს რა დაუბრუნდეთ, ისევ ლამინატს ზოგადად აქვს თავისი შეერთებისა და ჩაკეტვის მექანიზმები, ხო? აი ამ მექანიზმებზეც რომ ვისაუბროთ ცოტა და მაინტერესებს რომელია საუკეთესო მექანიზმი, რომელს ურჩევდით მომხმარებელს რომ შეიძინონ, რადგან ძალიან უჭირთ ხოლმე ზოგადად ამ მექანიზმების შერჩევაც. კი ბატონო, თითოეულ ლამინატის წარმოებელს გააჩნია თავისი ინდივიდუალური საკეთა სისტემა. ეს შეიძლება იყოს თავიანთი რაღაც დასახელებით პირობითად ან დავარქვათ თქვა ერთმაგი, ორმაგი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე ისეთი კომფორტული დასაგები, რომელიც შესაბამისად მარტივიცაა და შეუძლია სამოყვარულო დონეზე მყოფ ადამიანსაც დააგოს, არის 5G საკეთა სისტემა, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ როდესაც ლამინატები ერთდება, ასევე აქვს შინით პლასმასის ჩამგეტი, რომელიც ეხმარება ლამინატის დაფებს შორის შეერთებას. და იცი რა მაინტერესებს, თვითონ ლამინატს აი წყლის მიმართ მდგრადობა როგორ აქვს? თვითონ ლამინატის ზედაპირს წყლის არ ეშინია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საკეთა სისტემიდან წყლის გაჟონვა არ მოხდეს უკვე ქვედა შრეებში, სადაც წყალმა შეიძლება ის ამობეროს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სამზარეულოში გეგმავთ პირობითად ლამინატის დაგებას, შეგვიძლია შევარჩიოთ ჯაოგენში ნესტგამძლე
სახელწოდებით ლამინატი, რომელიც უზრუნველყოფს მასზე დასმული წყლის 72 საათის განმავლობაში უშიშროებას, ესე რომ ვთქვათ. ანუ მას ვერ დააზიანებს ეს წყალი, იმიტომ რომ ეს საკეტი გაუძლებს მას და არ ჩაუშვებს წყალს შიგნით. თუმცა უბრალოდ ლამინატის დაფარვა ავიღოთ და რაღაც მონაკვეთზე წყალი დავასხათ ზედ, მას პრობლემა არ შეექმნება. თავარია რომ საკეთა სისტემიდან თვითონ ლამინატში ქვედა შრეებში არ შევიდეს წყალი. ბარემ იმასაც კითხავ, ძალიან მაინტერესებს. როგორ უნდა დავაგოთ სწორად ლამინატი? ხო, აი, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა რჩევას მისცემდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა აპირებს რომ დააგოს ლამინატი? ლამინატის დაგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი ზედაპირი, სადაც იგება ეს ლამინატი. აუცილებელია რომ ხელოსნის მხრიდან შეფასდეს შესაბამისი ზედაპირი. თუ ზედაპირი არ არის სწორი, ლამინატის დაგებას იქ ჩვენ რეკომენდაციას არ უწევთ. ამისათვის შეიძლება თვითონ თავიდანვე დასმული მოჭიმული იატაკიც იყოს სწორი, ან თუ არა და იყენებენ ხოლმე თვითსწორებად იატაკს, რომლის შედეგად უკვე ხდება ლამინატის დაგება. აუცილებელია რომ იატაკის ზედაპირი უნდა იყოს ერთგვაროვანი, არ უნდა იყოს დეფორმირებული და წარმოებლის რეკომენდაციაშივეც უწერია რომ თითოეულ 1 მეტრ მანძილზე დონეებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს. კი ბატონო, და კი ჩვენ ვახსენეთ, რომ ლამინატის მოვლა უფრო რთულია პარკეტთან შედარებით, მაგრამ აი ლამინატის დროს თუ არის კიდევ, აი რაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად მატოვი არ უნდა შევარჩიოთ, იმიტომ რომ ზოგადად მატოვი ლამინატის მოვლა უფრო რთულია, პრიალა ზედაპირის მოვლა უფრო ადვილია. არის კიდევ მე არ ვიცოდი და ჯაუკენში ვიყავი ახლა მოსული და იქ მანახეს, ესე ვთქვათ, მათი სინთეზი რა, ანუ არც მატოვი რო არ არის და არც პრიალა რო არ არის და მისი მოვლა კიდევ უფრო მარტივს ხდის ხო პროცესს და აი რას გვირჩევდი ჩემი აზრით, ახლა მე როგორც მინდა ჩემს სახლში გავაკეთო, ეს არის მინდა ვიყიდო და შევიძინო და მე მინდა რომ იყოს ადვილად მოსავლელი. და რას მირჩევდი? თან არ მინდა რომ ძალიან პრიალებდეს და რას მირჩევდი, ანუ რომლის ყიდვას უფრო გავუწევდი შენ რეკომენდაციას? ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის გემოვნებაზე. თუ ადამიანს სურს რომ მას სახლში უფრო ბუნებრივი გამომეტყველების ლამინატი ქონდეს და გამოიყურებოდეს უფრო ბუნებრივად, ის ირჩევს უფრო სინქრონიზირებულ ზედაპირს, რომელიც შედარებით უფრო ხაოიანია. თუმცა როგორც ვიცით, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, მისი წმენდა შედარებით რთულია. თუმცა არსებობს ისეთი ლამინატები, რომელიც შეიძლება არ იყოს სინქრონიზირებული ზედაპირი და იყოს ჩვეულებრივი, რასაც პირობითად დავარქვათ პრიალა ლამინატი, თუმცა გამოიყურებოდეს ძალიან ბუნებრივადაც. ამასაც ასევე ვიპოვეთ ჯაუგენში. კი ბატონო. და იცი რა მაინტერესებს, მისი მსხრევა, ტეხვადობა, როგორ ხდება, აი რამდენად უნდა მივაქციოთ ამას, როგორ უნდა მოვუაროთ ამ თვალსაზრისით ლამინატს? გააჩნია რა სიმძიმის ნივთი დაეცემა ზე. ზოგადად პირობით შედარებისთვის კერამიკულ ფილაზთან შედარებით უფრო გამძლეარი, ვინაიდან ის დაპრესილი ხის ბოჭკოვანი მასალისგან შედგება. მაგრამ ყველაფერი მაინც დამოკიდებული იმაზე თუ რა დაეცემა ზედ. ძირითადად სახლის პირობებში საყოფაცხოვრებო ნივთების ზედ დავარდნით ლამინატი არ ფუჭდება. თავარი რაღაც სამშენებლო მასალა, რაღაცა ძალიან მძიმე ნივთი არ დაეცეს ზედ. და თქვენ თუ ამ მიმართულებით გაქვთ რაღაც გარანტია? გარანტია თვითონ წარმოებლის მხრიდან გვაქვს, რომელიც მოყვება თითოეულ შეფუთვას და შიგნით ჩამოწერილი პირობების შესაბამისად მიყოლების შემთხვევაში ეს გარანტია ვრცელდება რა თქმა უნდა. თუ გქონიათ ისე მსგავსი кейსი? თუ არა ჯერ. кейსი თვითონ ლამინატის მსხრევასთან დაკავშირებით არ გქონია, თუმცა გქონია ესეთი, რომლებიც იყო ექსპლუატაციაში არასწორად შეყვანის შედეგად მიღებული ზიანი, ძირითადად უფრო ეგეთი. და აი ერთი რჩევა რომ მისცე და შევაჯამოთ, მოდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ინფორმაციული გამოვიდა ჩვენი პოდკასტი ამ მიმართულებით და აი ერთი რჩევა რომ მისცე, რას ურჩევდი ადამიანს, მომხმარებელს, რომელიც ახლა აპირებს რომ შეიძინოს ლამინატი და რას უფრო გავუწევდი რეკომენდაციას, პარკეტს თუ ლამინატს? ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც შენი პროფესიული გემოვნებაზეც და ბიუჯეტზეც ასე. ბიუჯეტზეც არის, პარკეტი რა თქმა უნდა უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დაახლოებით 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირს. კი, რა თქმა უნდა. ლამინატი. მოკლედ, თუ მომხმარებელს სურს რომ სახლში კონდეს ნატურალური ხე და აქვს ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ პარკეტს. თუმცა თუ ადამიანს არ აქვს საშუალება რომ პირობითად სამშენიანი პარკეტი შეიძინოს, თუმცა უნდა რომ თლიან სახლში კონდეს ბუნებრივი ხის იმიტაციის საშუალება, მე რჩევას მივცემდი რომ არ შეუშინდეთ ლამინატის დაგებას მისაღებშიც, სამზარეულოშიც და სხვა საცხოვრებელ ოთახებში. იმიტომ რომ მას პრობლემა არ შეექმნება. ძირითადად საქართველოში უყვართ ხოლმე ლამინატის საძინებლებში დაგება და დანარჩენ სივრცეებში კერამიკული ფილის. თუმცა ჯაუკენში რაც შეგვხვდება ჩვენ ლამინატი, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ საყოფაცხოვრებო სივრცეებშიც მას პრობლემა არ შეექმნება. და აბაზანისთვის განსაკუთრებულად როგორი ლამინატი უნდა შევარჩიოთ, რომ არ იყოს ესე თქვა ადვილად დასრიალებადი? კი ბატონო,
აბაზანისათვის ჩვენ წარმოადგენელი გვაქვს პროდუქტი ვინილის იატაკი, რომელიც არის წყალგამძლე და სწორედ ის შეუძლია რომ ადამიანს დააგოს აბაზანებში. ისინი უმეტესობა არის ხავიანი ზედაპირის, ვინაიდან მომხმარებელს შეეძლოს ისეთ ადგილებში დაგება, სადაც ფეხი შეიძლება აუცილდეს. მშვენიერი. ანუ სრულ სერვისს თავაზობთ, მოკლედ რაც არ უნდა მოიფიქროს მომხმარებელს. ოთახი რაც არ უნდა მოიტანოს ადამიანმა, ჩვენ მის იატაკ საფარის შერშევას აუცილებლად შეგვიძლია. თან მართლა ძალიან დიდი არჩევანი აქვს ვიზუალურ თვალსაზრისით, მართლა ძალიან კარგი შოურუმია, მომეწონა, კიდევ აუცილებლად გესტუმრებით, იმიტომ რომ მართლა ვთქვათ კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი მადლობა მათე რომ მოხვედი, მგონი რომ კარგი პოდკასტი გამოგვივიდა და იმიტომ რომ მე მომხმარებელსაც ბევრ კითხვაზე პასუხი გავეცი. კი ბატონო, ჩემთვის ძალიან ინფორმაციული იყო და ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე ახლა დღევანდელი პოდკასტით. უღრმესი მადლობა. თქვენ კი გემშვიდობებით შემდეგ პოდკასტამდე.